მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ თინათინ ბასილაია, შინაგანი ძალის ექსპერტი. და ჩემი მისია არის, რომ მილიონობით ადამიანს დავეხმარო თავისი შინაგანი ძალის პოვნაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დღევანდელ ვიდეო პოდკასტს წერ იმისთვის, რომ ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მსმენელს ვუპასუხო თავის შეკითხვაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება იყოს აქტუალური და საინტერესო. მისი შეკითხვა ასე ჟღერს: მარტოობის შეგრძნება როგორ შევივსო? კონკრეტულ ადამიანზე დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ მიყვარს, იმიტომ რომ მის გარეშე სიცარიელეს ვგრძნობ. მის გარეშე მარტოობის განცდა მეუფლება. ყოფილად თქვენ ცხოვრებაშიც ასე, რომ მარტოობის განცდა გქონიათ ან სიცარიელის შეგრძნება იმის გამო, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი არ არის თქვენთან ახლოს, ან არ არის ის თქვენ ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როდესაც თავი მარტო მიგრძნია და მქონია სიცარიელის განცდა. და ამ ყველაფრისგან გათავისუფლებაში ძალიან დამეხმარა ძალიან ძლიერი მეთოდი ბაირონ ქეითის სამუშაო, რომელიც თვითონ ბაირონ ქეითისგან შევისწავლე და საქართველოში ჩამოვიტანე, ქართულად ვთარგმნე და დღეს ქართველებს ვუზიარებ საქართველოში. ბაირონ ქეითი თავის მეთოდში ძალიან საინტერესო ხედვას გვიზიარებს, რომელსაც თუ ჩვენ ცხოვრებაში დავნერგავთ და სწორად გამოვიყენებთ, შეიძლება ჩვენი ცხოვრება სრულიად შეიცვალოს და თავი ძალიან თავისუფლად, ბედნიერად, ლაღად, მშვიდად ვიგრძნოთ. ეს არის სამი საქმე, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არსებობს. ჩემი საქმე, შენი საქმე და უფლის საქმე. და რას ნიშნავს ეს? ჩემი საქმე არის ჩემი ფიქრები, ჩემი შეხედულებები, ჩემი ცხოვრება, ჩემი გადაწყვეტილებები, ანუ ყველაფერი, რაც ჩვენი კონტროლის ზონაში არის. შენი საქმე, ანუ სხვა ადამიანის საქმე, ეს არის სხვა ადამიანის შეხედულებები, გადაწყვეტილებები, ცხოვრების სტილი, ის თუ რას აკეთებს ან რას არ აკეთებს ეს ადამიანი, ხოლო მესამე უფლის საქმე, ეს არის ის, რაც ადამიანის ძალას აღემატება. მაგალითად, ადამიანი როდის გარდაიცვლება, ან როგორი ამინდი იქნება, ან სტიქიური უბედურებები მოხდება თუ არ მოხდება. ანუ ის, რაც ადამიანის ძალას სცილდება. და როდესაც ჩვენი საქმიდან გადავდივართ სხვა ადამიანის საქმეში, ან უფლის საქმეში, ამ დროს ჩვენ განვიცდით მარტოობას, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ თავად ვტოვებთ საკუთარ თავს და განვიცდით საკუთარი თავისგან განცალკევებას. და რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუ ჩემს ცხოვრებაში არის საყვარელი ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ ის უფრო მზრუნველი უნდა იყოს, ან ის უნდა მირეკავდეს, ან მან უნდა ვნახოს, ან მან ჩემზე მეტად უფრო ჩემს მიმართ უფრო მეტად ყურადღებიანი უნდა იყოს და ასე შემდეგ, ან უფრო მეტად უნდა ვუყვარდე, ან ზოგადად უნდა ვუყვარდე, ამ დროს ჩვენ ვართ სხვა ადამიანის საქმეში. და რა ხდება? ანუ ის ადამიანი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, ისე როგორც ცხოვრობს და ჩვენი ფიქრებით ცხოვრობთ მისი ცხოვრებით. ანუ რა გამოდის? ერთი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს ორი ადამიანი, თვითონ ის ადამიანი და ჩვენი ფიქრებით და როდესაც ჩვენი გონებით, ფიქრებით ვართ იმ ადამიანთან, რეალობაში ჩვენ აღარ ვართ. აქ და ამჟამად ჩვენ აღარ ვცხოვრობთ და საკუთარ თავთან აღარავინ აღარ რჩება. ანუ ჩვენ თავად ვტოვებთ საკუთარ თავს და აქედან გამომდინარე გვეუფლება სიცარიელის განცდა. და შემდეგ ვცდილობთ, რომ ეს სიცარიელის განცდა სხვა ადამიანების დახმარებით ან სხვადასხვა ობიექტებით საშუალებით შევივსოთ, მაგრამ ეს მუდმივად გარედან შევსება არის და შესაბამისად არასდროს არ არის საკმარის. მუდმივად უფრო მეტი და უფრო მეტი გვჭირდება. იმის გამო, რომ ჩვენ საკუთარ თავში კარგავთ ძალას, რომ ჩვენ თავად ვიყოთ საკუთარ ბედნიერებაზე, სიხარულზე, ასე ვთქვათ, ჯანსაღ შეგრძნებებზე პასუხისმგებელი, რომ ჩვენ თავად შევიქმნათ ჩვენი ცხოვრება. ანუ საკუთარ თავში ვიპოვოთ იმის ძალა, რომ ჩვენ თავად შევივსოთ ჩვენი თავი და სხვა ადამიანებში არ მოვძებნოთ სიყვარული, სითბო, ბედნიერება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თავად ავიღოთ ჩვენ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა. მე მინდა გაგეზიაროთ 6 შეკითხვა, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეთ და თქვენი თავი თავად შეავსოთ და აღარ გქონდეთ მარტოობის განცდა. პირველი შეკითხვა ეს არის, როდესაც პირველ რიგში, როდესაც გააცნობიერებთ, რომ გრძნობთ სიცარიელეს ან მარტოობის განცდა გეუფლებათ, ამ დროს საკუთარ თავს კითხოთ, ვის საქმეში ვარ ეხლა მე? და შეიძლება ძალიან გაგეცინოთ და მიხვდეთ, რომ საკუთარი საქმით დიდი ხანია არ გიცხოვრიათ, ანუ საკუთარ საქმეში დიდი ხანია რაც არ ყოფილხართ და იყავით მუდმივად სხვა ადამიანის საქმეში, მას რა უნდა გაეკეთებინა, როგორ უნდა ეცხოვრა და ასე შემდეგ. და ამ დროს ჩვენ ვტოვებთ საკუთარ საქმეს და საკუთარ თავს. ანუ პირველი შეკითხვა, რომ გავაცნობიეროთ, ვის საქმეში ვიმყოფებით ეხლა და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, საკუთარ საქმეს. მეორე შეკითხვა ასე ჟღერს, რისი მიღება მინდა სხვა ადამიანისგან. ანუ როდესაც ჩვენში არის სიცარიელის განცდა, ან თავს მარტო ვგრძნობთ და გვჭირდება ურთიერთობები, ამ დროს რისი მიღება გვინდა ამ ურთიერთობებისგან.
ეს შეიძლება იყოს სიყვარული, სითბო, ყურადღება, იმის განცდა, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი ადამიანები მათთვის, საჭირო ადამიანები, ვაი, გაცრავად. ან რომ მათ აგვაფასონ ჩვენ, ან იმის რომ მათ ჩვენ პატივი გვცეს სხვა ადამიანებმა. ანუ ამ დროს, როდესაც ვცდილობთ სხვა ადამიანებმა შეგვავსონ და ის მივიღოთ სხვა ადამიანების დახმარებით. ამ დროს, როდესაც გავარკვევთ, რისი მიღება გვინდა ამ ურთიერთობისგან და ადამიანებისგან, დავუსვათ საკუთარ თავს მესამე შეკითხვა. როგორ შემიძლია ეს მივცე საკუთარ თავს? ანუ თუ ეს არის დავუშვათ სიყვარული, ყურადღება, პატივისცემა, აღიარება, კონკრეტულად რა მჭირდება ამ ადამიანისგან, რა მინდა რომ მან მითხრას. მაგალითად, რა ლამაზი ხარ, რა კარგად გამოიყურები, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ. თუ ამის მოსმენა გვინდა სხვა ადამიანისგან, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სარკე, ჩავიხედოთ სარკეში და ეს ყველაფერი თავად ვუთხრათ საკუთარ თავს და თავად ვიყოთ ჩვენი ბედნიერების, სიხარულის და სიმშვიდის წყაროები საკუთარი თავისთვის. შემდეგი შეკითხვა, მეოთხე შეკითხვა, ეს არის ძალიან ძლიერი, რომელიც მე ყოველთვის მეხმარება ხოლმე იმისთვის, რომ საკუთარ თავში მეტი ძალა ვიპოვო. მაგალითად, თუ მინდა რომ საყვარელმა ადამიანმა სიყვარულით შემავსოს, ან ბედნიერებით ამავსოს, ესეთი რამ ვკითხოთ საკუთარ თავს, რომ რა მირჩევნია, მუდმივად სხვა ადამიანმა შემავსოს, სხვა ადამიანისგან მივიღო ეს შეგრძნებები, ბედნიერება, სიმშვიდე, უსაფრთხოების განცდა, უზრუნველყოფის განცდა, სიყვარულის განცდა, თუ ეს ყველაფერი საკუთარ თავში ვიპოვო და მე თვითონ მივცე საკუთარ თავს. ანუ რა მირჩევნია, რომ მუდმივად სხვამ შემავსოს, თუ მე თვითონ შევავსო საკუთარი თავი და ეს მე თვითონ მივცე საკუთარ თავს. შემდეგი შეკითხვა არის მეხუთე. ესეც ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ მე მინდა რომ სხვა ადამიანმა შემავსოს და თავი მაგზოს მნიშვნელოვნად, საჭიროდ, გამოიჩინოს ჩემი მიმართ ყურადღება და ასე შემდეგ, ვინ ვიქნებოდი ამ სურვილის გარეშე? როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამ სურვილის გარეშე? და დავაკვირდეთ, დავხვიჭოთ თვალები, საკუთარ თავს შევუერთდეთ და მოვუსმინოთ, ვინ ვიქნებოდით ამ სურვილის გარეშე? როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ამ სურვილის გარეშე? მეექვსე შეკითხვა არის ამ სურვილის გარეშე როგორი იქნებოდა ჩვენი ამ ადამიანთან ურთიერთობა. მაგალითად, ჩემი მსმენელი შემთხვევაში ის რომ აღარ გრძნობდეს სიცარიელეს, რომ აღარ ეუფლებოდა სიცარიელის განცდა, მარტოსულობის შეგრძნება, უკაცრავად ჩემი კამერა მოძრაობს. რომ არ გქონდეს მარტოობის შეგრძნება, სიცარიელის შეგრძნება, როგორი იქნებოდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მისგან რომ აღარ ვითხოვდეთ შევსებას, როგორი იქნებოდა ეს ურთიერთობა და როგორ აისახებოდა ეს ჩვენს ურთიერთობაზე. თქვენი პასუხები შეგიძლიათ კომენტარებში დააფიქსიროთ, გაუზიაროთ სხვა ადამიანებსაც და ამ დროს პასუხისგაცემის დროს კიდევ უფრო მეტი გაცნობიერება მოვა თქვენთან და კიდევ უფრო მეტი იდეა მოგივათ, თუ როგორ შეავსოთ საკუთარი თავი და როგორ იპოვოთ საკუთარ თავში ძალა. თუ ფიქრობთ, რომ ეს ვიდეო იქნება თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ან მეგობრისთვის საინტერესო, სასარგებლო, შეგიძლიათ ეს მეგობარი და საყვარელი ადამიანი მონიშნოთ კომენტარებში, იმისთვის, რომ მათაც ნახონ ეს ვიდეო და თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენს მეგობრებსაც დაეხმარებათ, გთხოვთ გააზიაროთ თქვენს გვერდზე. მე კი დაგემშვიდობებით ამ პოდკასტში და შეგხვდებით შემდეგ პოდკასტში. ახალი პასუხებით და შეგიძლიათ ვიდეოს ქვემოთ იხილოთ მული, სადაც გამომიგზავნით თქვენ შეკითხვებს და შემიძლია რომ თქვენ შეკითხვებსაც უპასუხო.